გამარჯობა. ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი, ამ პოდკასტის ავტორი. თუ თქვენთვის განათლების თემა მნიშვნელოვანია, გამოიწერეთ ეს არხი და ისე განაგრძეთ მოსმენა. ამ ვიდეოში ვისაუბრებ, რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვის სკოლიდან გარიცხვა და რა უნდა იცოდეს მშობელმა ამ თემის შესახებ. აქვე გეტყვით, რომ პოდკასტის წარმდგენია ჭკვიანი მოწყობილობების ვებ-პორტალი My Comfort Home, ხოლო ჩემი ვიდეოს ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს დინამიური გრაფიკისა და ანიმაციის production studio Full Frame. ასევე მივესალმებით ჩემს სპონსორს Lino Homes. ეს არის ონლაინ სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის პროდუქცია და ასევე სახლისთვის განკუთვნილი სხვა ნივთები. ვიდეოს დავიწყებ მე-9 კლასელი ბიჭის ამბის გაზიარებით, რომელიც გაკვეთილზე სიცილის გამო მასწავლებელმა, მათემატიკის მასწავლებელმა გააძევა გაკვეთილიდან და აღარ მისცა რამდენიმე დღის განმავლობაში დასწრების უფლება. ამის შემდეგ იბარებენ მშობელს დირექტორის კაბინეტში, ხვდება მშობელს დირექტორი და დამრიგებელი და სთხოვენ ბავშვის გადაყვანას სხვა სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებიან, რომ ბავშვს სკოლიდან გარიცხავენ. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ჩემამდეც არაერთხელ მოსულა მსგავსი შინაარსის ამბავი და დარწმუნებული ვარ თქვენც გსმენიათ, რომ როდესაც ბავშვი არასასურველად იქცევა პედაგოგისთვის თუ დირექტორისთვის, დირექტორი იბარებს მის მშობელს და სთხოვს, რომ გადაიყვანოს ბავშვი სხვა სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გარიცხავს. თუმცა ზოგადი განათლების შესახებ კანონი არ რეგულირებს ბავშვის გარიცხვის წესს სკოლიდან და მინდა რომ ახლა ამაზე გესაუბროთ. პირველი, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, არის ის, რომ დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლეს სკოლიდან ვერავინ გარიცხავს. დაწყებითი და საბაზო განათლება ყველა მოსწავლისთვის საქართველოს კონსტიტუციით არის აუცილებელი, ანუ არის სავალდებულო. რაც შეეხება დამამთავრებელი საფეხურიდან მოსწავლის გარიცხვას, ამასაც თავისი წესი აქვს. თუ ბავშვი რეგულარულად არ ყოფს სკოლის შინაგანა წესს, რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ მოხდეს მისი გარიცხვა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არ იღებს ერთპიროვნულად ან მასწავლებელი ან დირექტორი, ამას გადაწყვეტს დისციპლინური კომიტეტი, რომელსაც თავისი მოქმედებისთვის შესაბამისი ინსტრუქცია გააჩნია. შესაბამისად, საფუძველი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან სერიოზული, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა ფარული კენჭისყრით მიიღოს ბავშვის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილება. თუმცა ის, რომ მოსწავლე ერთი სკოლიდან გაირიცხება, არ ნიშნავს, რომ ის სწავლას ვეღარასდროს და ვეღარსად გააგრძელებს. ჩვეულებრივ შეუძლია მოსწავლეს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლაში. მეორე, რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება და მიუხედავად ზეწოლისა, რასაც შეიძლება ის განიცდიდეს ემოციურად, ამოვიდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. იფიქროს იმაზე, რეალურად მის შვილს წაადგება თუ არა ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში გადაყვანა. ის, რომ დამრიგებელი, ის, რომ დირექტორი ითხოვს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანას, არ ნიშნავს იმას, რომ მშობელმა მაშინვე უნდა დაწეროს განცხადება და გააქცუნოს ბავშვი სხვაგან. მნიშვნელოვანია დაფიქრდეს და გაესაუბროს სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს იმაზე, რა იქნება მისი შვილისთვის უკეთესი. სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს პრაქტიკა, რომ როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, დავსხდეთ მშობლები, ადმინისტრაცია, მასწავლებლები, ვისაც რაიმე ტიპის შემხებლობა აქვს ბავშვთან და ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იწვევდეს ბავშვის არასასურველ ქცევას. შეიძლება მოვიწვიოთ ქცევის მართვის სპეციალისტი, რომელიც ადგილზე დააკვირდება მოსწავლეს და თქვათ ჩანაწერებს გააკეთებს, რა იწვევს ბავშვის არასასიამოვნო ქცევის გამოვლინებას, მაგრამ ესეთი პრაქტიკა საქართველოში უიშვიათესად შეგვხვდება სკოლებში. პრობლემის მოგვარება რატომღაც ესე მარტივად წარმოუდგენიათ ხოლმე, რომ ეტყვიან მშობელს, რომ წაიყვანე შენი შვილი სხვა სკოლაში, ბავშვი არ ღვევს სკოლის შინაგანა წესს. სკოლა თავიდან კი არ უნდა იშორებდეს ამ ბავშვს, უნდა მუშაობდეს მთელი თავისი რესურსით იმისთვის, რომ ბავშვის ქცევა გაუმჯობესდეს. იმიტომ რომ სკოლა სახელმწიფოს წარმოადგენს ბავშვთან მიმართებაში და შეიძლება ერთი სკოლიდან მეორეში გადავუშვათ ბავშვი და ვთქვათ ჩვენ სკოლამ თავიდან მოვიშოროთ ის, იმიტომ რომ მისი ქცევა ვთქვათ ეწინააღმდეგება ჩვენ შინაგანა წესს, მაგრამ საზოგადოებისგანაც ხომ ვერ მოუკვეთავთ. პირიქით, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ ბავშვის ქცევის გაუმჯობესებაზე. სკოლაში არ დადიან მხოლოდ რაღაც საუკეთესო დისციპლინის მქონე ბავშვები, ხო? სკოლა ყველასთვის არის და არც ასიახლე არ უნდა იყოს ეს სკოლის ადმინისტრაციისთვის, რომ ზოგიერთი ბავშვი ცუდად მოიქცევა. ჩემი დღევანდელი ეპიზოდის მთელი არსი ის არის, რომ საჭიროა თანამშრომლობა.
რაღაცნაირად არასერიოზულად ვუყურებთ მასწავლებლებიც და მშობლებიც ამ საკითხებს, დროსაც კი არ ვუთმობთ შესაბამის და ესეთი, ვთქვათ, ხშირად ვამბობ ხოლმე ამ ფრაზას, რომ ჩანთა გადაკიდებულები დერეფანში ვდგავართ და ძალიან საჭირბოროტო საკითხებზე ესეთ შეუფერებელ გარემოში ვსაუბრობთ ხოლმე. მაშინ, როცა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით პრობლემური საკითხები, იმსახურებს იმას, რომ გარკვეული რეგულარობით ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს, შევიკრიბოთ, გავცვალოთ ინფორმაციები, უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი და უკეთესად გავიცნოთ ჩვენი შვილი და ჩვენი მოსწავლე. და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ ბავშვის ქცევა არ არის, თქვა, ჩვენთვის მოსაწონი, რა შევცვალოთ იმისთვის, რომ ბავშვის ქცევა გაუმჯობესდეს. ის, რომ ბავშვი გაუშვა სხვა სკოლაში, ეს არ არის პრობლემის მოგვარება. მით უმეტეს თუ ბავშვს ემუქრები იმით, რომ გაგრიცხავს სკოლიდან თუ არ გადახვალ სხვაგან, ეს მით უმეტეს არ არის პრობლემის მოგვარება, პირიქით. იმიტომ რომ სახელმწიფოს წარმოადგენს სკოლა ბავშვთან ურთიერთობაში და საჭიროა რომ სახელმწიფომ ოჯახთან ერთად იმუშაოს იმაზე, რომ მისი მოსწავლის საზოგადოების ერთი წევრის ქცევა გახდეს უკეთესი. ამიტომ მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუ მას მოსთხოვეს ბავშვის სკოლიდან გადაყვანა და უთხრეს, რომ თუ შენ თვითონ არ გადაიყვან, ჩვენ გავრიცხავთ, ვერ გარიცხავენ მის შვილს, თუ ბავშვი არის დაწყებით და საბაზო საფეხურზე. ხოლო საშუალო საფეხურზეც ძალიან ისეთი მძიმე საფუძველია საჭირო იმისთვის, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელოს და ბავშვის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო სულ რაც მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის. მადლობა რომ დამითმეთ დრო. იმედი მაქვს რომ თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები კომენტარებში მომწერთ. მე შევეცდები რომ ბევრი საინტერესო თემა შემოგთავაზოთ, რაც ჩემი აზრით აქტუალური საკითხი არის მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობაში და პრობლემური საკითხიც არის და მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამის შესახებ. თქვენც თუ გექნებათ იდეები ან საკითხები, რომელზეც ინფორმაციის მოძიებას მოისურვებდით, სიამოვნებით დაგეხმარებით ამაში და ჩემი პოდკასტის საშუალებით მოგაწოდეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს. ამისთვის პირველ რიგში უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი და დაელოდოთ მომდევნო ეპიზოდებს. წარმატებებს გისურვებთ.